გამარჯობა. Სახრახნისზე მინდა რომ გაგიზიაროთ ინფორმაცია. ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა, მიახლოებით თვენახევრის წინ ქონდა დატოვებული. სანამ დასკვნის ნაწილზე გადავალ, პატარა რაღაც მიმართვასავით მინდა რომ გავავრცელო. სამწუხაროდ ბევრისთვის გაუგებარი იქნება, თუმცა მინდა რომ ვთქვათ ვისი მიმართაც ვიძახი, მთავარი რომ იმათმა გაიგონ. სასამართლო პროცესები მიდის, მესამე არის უკვე ჩანიშნული. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც არ ვაზიარებ ამ ყველაფერს. ძალიან მწუხვარ იმ ფაქტის გამო, რაც მოხდა და ჩემს ინტერესში ყველაზე ნაკლებად ეგ იყო, რომ ეგ ფაქტი მომხდარიყო. ამდენი წელი ამ საქმით ვარ დაკავებული და ყველა ჯერზე ვიძახი, რომ მზად ვარ, რომ რაღაცნაირად დიალოგი შედგეს. ერთადერთი ინტერესი არის მხოლოდ, რომ ეს საქმე გამოსწორდეს და ყველა მხარისათვის მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო იქნება ეს კანონი, რომ მოწესრიგდეს. დანარჩენი, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება. რიგითი მოქალაქეების ბრალიც არის ეს ყველაფერი, რაც ხდება. დანარჩენი ზემოდან რომ ჩამოვყვეთ, კანონის იდეის ავტორები, მერე ინიციატორები, მერე ვინც მიიღო რამდენიმე მოსმენ, რამდენიმეჯერ შეიცვალა კანონი. მერე აღსრულებაზე რომ მიდის საქმე, პოლიციელებიც, შემდეგ მოქალაქეები ისევ, ზოგი როგორ უდგება ამ საკითხს და ზოგი როგორ და მერე იქ რო ვთქვათ ვინც თქვათ აკმაყოფილებს საჩივარს, ან უარს იძახის საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ჩემი აზრით ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებლები იმ სიტუაციაზე დღეს, რაც ამ თემის ირგვლივ ტრიალებს. სხვა თემებს არ შევეხები. დანარჩენი თხოვნა მექნება მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ თემას. მარტივი თემა არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი აზრით, შეიძლება იხდიდეს ცივი არაღის ტარების მუხლით. კეთილი, გადავიდეთ სახრახნისზე ახლა. სახრახნისზე დაიწერა ესეთი დასკვნა, რომ სახრახნისი არ არის ჩხვლეტავი. სურათებსაც გაგიზიარებთ. და თავარი ნაწილი კითხვა, რომ ჩემს მიერ დასმული კითხვა, ჩაუტაროთ წარმოდგენილი საგანის ექსპერტიზა და დაადგინოთ დატოვებს თუ არა ჩხვლეტავის საგნის კვალს ზიანის მიყენების შემთხვევაში, რამდენად ჩხვლეტავის და მიეკუთვნება თუ არა ჩხვლეტავის თვისების გამო ცივი არაღის კატეგორიას. ეს იყო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა, ამაში გადავიხადე თანხა. გამოსაკვლევად წარმოდგენილი სახრახნისი არ წარმოადგენს ცივი არაღს. მოგეხსენებათ სტანდარტის მიხედვით, მეტროლოგიის სააგენტოს ცივი არაღის სტანდარტის მიხედვით, ნივთის ცივი არაღად კვალიფიკაციის კლასიფიკაციისათვის უნდა ახასიათებდეს მკაფიოდ გამოხატული თვისებები და ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს ჩხვლეტავი. და მაინტერესებდა ჩხვლეტავის თვისების დადგენა და როგორ ადგენენ. საერთოდ არაფერი არ წერია, გარდა იმისა, რომ არ გააჩნია გამოხატული ჩხვლეტავი წვერო და არ განეკუთვნება ცივი არაღის კატეგორიას. მეთოდოლოგია მითითებული არის TRA-QPN. შეიძლება ეხლა ვერა, მაგრამ ჯერა სასამართლოს ძალით გამოვითხოვთ მაგ მეთოდოლოგიას თუ როგორ დგინდება ეს ყველაფერი. ხო და ახლა მინდა რომ ერთი ძველი დასკვნა გაგიზიაროთ. აქ 17 წლის სტაჟი აქვს ექსპერტს. ეს ძველი დასკვნა არის რამდენიმე წლის წინანდელი. მაშინ 15 წლის სტაჟი ჰქონდა. და ეს ნივთი წარმოადგენს ცივი არაღს და აქ კაფეოდ გვიწერია, რომ მიუხედავად დანის წვერის გარკვეული სიბლაგვისა, მოხდა წვერის ხის ნაჭრაში შესვლა. და ჩხვლეტავი თვისება დაუდგინა ექსპერტმა ამ დანას. და ჩხვლეტავი თვისების გამო განეკუთვნება ცივი არაღს. ეს დანა. არ ვიცი. რანაირად შეიძლება რომ გამოვაჩინო და სრულიად არსაიდან გაჩნდა ესეთი ხის ნაჭერი, რომლებიც ბოჭკოების განივად არა, ბოჭკოების მიმართულებით არის ესე დარწმუნებული და გვაჩვენებენ, რომ ხეში შევიდაო. და ესო ცივი არაღი არისო. ბრჭელი თვისებაზე არაფერი არ არის ნახსენები. ხო და ამ შემთხვევაში, სადგისივით არის, არ ვიცი, მაქსიმალურად წვრილი სახრახნისი მაინტერესებდა, რაც იზავდა. სადგისივით არის ძალიან ჩხვლეტავი არის, არ ვიცი ახლა აქ როგორ ჩავატარო ექსპერიმენტი. ერთზამით. ფურცლები ავიღოთ და მოდი. აბა ჩავატაროთ ექსპერიმენტი.
ესეც გახვრეტილია, ესეც გახვრეტილია, ესეც გახვრეტილია. სულ ყველა გახვრეტილი არის. მოდი კიდე რამდენიმეჯერ დავარტყოთ. ხელს მიშლის ტელეფონის სადგამი, აი რამდენიმე სანტიმეტრი მაქვს მხოლოდ რომ ძალ დავატანო. აი ესეც ჩვენი მჩხვლეტავი თვისება. ტყავი ერთგან გაგლიჭა, მეორეგან გაგლიჭა და სულ ყველა ფურცელი გახვრდა. და ამაზე გვიწერია რომ არა აქვს კაფეოდ გამოხატული მჩხვლეტავი წვერო და ამაზე გვიწერია რომ მჩხვლეტავი წვერო აქვს. კიდევ ერთხელ მე ძალიან მწუხვარ იმ ფაქტის გამო რაც მოხდა, არ ვიცი ოდესმე მექნება თუ არა საშუალება რომ გაგიზიაროთ ეგ ყველაფერი. მაგრამ ვინც დაინტერესებული არის ამ საკითხით, ის ან გაიგებდა ამ მომხდარ ფაქტს, ან შეძლებს რომ გაიგოს და ჩემი თხოვნა იქნება რომ პრობლემა გვაქვს, არანაირი სხვა ინტერესი არ არის, მთავარი არის რომ აი ეს პრობლემური საკითხი მოგვარდეს, იმიტომ რომ რიგითი მოქალაქეები ძალიან ზარალდებით და ძალიან გვეშლება ხელი. მადლობა ყურადღებისთვის.